სალამი ბიჭებს, სტუმრები გვიჭერს. დაბრუნდა ცხელი-ძაღლის ფსიქოლოგიური ანალიზი და დღეს გავაანალიზებთ ძალიან საინტერესო მესამე სერიას. ამ სერიაში ძალიან ბევრია ემოციური მომენტები, ისეთი დეტალები, რომლებზეც შეიძლება არ გიფიქრიათ. ამიტომ არც მე შევიკავებ თავს და ემოციურ მომენტებს ემოციურად გავაანალიზებ, რითვისაც ბოდიშსაც არ მოვიხდი. აი ეგრე. ის გადამრჩენია სასიამოვნო ყურება გისურვოთ და დავიწყოთ. პირველი სცენა. ბიძინა და ლექსო შედიან საავადმყოფოში. ეს არ ყოფილა მისალმება, ეს უფრო კითხვის დასმა იყო, ვინ ხართ და რა გნებავთ. აქ ჩანს, რომ ექიმმა არ იცოდა, ვინ შევიდა მასთან. ლექსო ექიმის სიტყვების ჩასაწერად ემზადება და მოიმარჯვებს თავის ბლოკნოტსა და კალამს. მაგრამ ჩასაწერს ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავს, ამიტომ უბრალოდ უსმენს. ბიძინაც უკმაყოფილო მოძრაობებს აკეთებს. შემდეგ ყავაზე ისე იტყვის უარს, თითქოს მე და ყავა არ უმეგობრებთ, მე უფრო ლუდს გეახლებითო. სამაგიეროდ აი ეს კარიერისტი დალევსო. ყავას ხოდალოთ? მე არა, ეს კი. ვარა დაახლოებით 56 წამში შემოდის ყავით ხელში. ამ დროში მას უნდა მოეწრო ჩირქოვანში შაქრის ნახვა, ორი ჭიქის აღება, ყავის გაკეთება და ამ ჭიქებში დასხმა, ჭიქების ლანგარზე დაწყობა და შემოტანა, რაც ნამდვილად გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი. შემდეგ შემოდის ქეთიც. საერთოდ საზოგადოებრივ ადგილებში მიღებულია, რომ კართან ორი ადამიანის შეხვედრისას ჯერ გამსვლელი უნდა გავიდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შემოვიდეს შემომსვლელი. თუმცა აქ პირიქით მოხდა. ალბათ ქეთი უფრო ახლო იდგა კართან. უფრო ახლო არის უფრო ჩემზე. ახლო იყო იქ. პირველ ორ სერიასთან შედარებით აქ ურთიერთობები შედარებით უფრო დამთბარია. პერსონაჟები ერთმანეთთან მეტად შეხუმრებულები არიან და აღარ იქცევიან უცხოებივით. გზაში ლუდის დასალევად არ გავჩერებულ ვარ ბატონო ბიძინა. რა შეგვიძლია? ამ საერთო განწყობაში ჩართვა ექიმმაც სცადა და ლექსოს ყავის დალევა შეახსენა. გინდა მაზიანი. აი ვარამ რო ჩირქოვანი ახსენა, იმიტომ გადაიფიქრე. შერლოკ ჰომსი ხარ რა? ისე მართლა საზიზღრობა ყავა დალიო საავადმყოფოში, რომელსაც წყალიც კი არ აქვს და შაქარს ჩირქოვანში ეძებს. საავადმყოფოდან წამოსვლისას მანქანაში ლექსო ცდილობს გაიგოს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ქეთის ოჯახზე. კეთილინა როგორ არის? ქეთი კი მოკლე და კონკრეტულ პასუხებს იძლევა და თემას ცვლის. კარგად. გახსენე ერთი ორჯერ. ლა? მესაფლავეზე რას ფიქრობ? მერე ლექსო კიდევ ერთხელ ცდილობს თავისი საწყისი კითხვის დაბრუნებას და არც მთლად სახარბიელო პასუხს იღებს. ედეშენ არ მახსენა? არა. ამასობაში ქეთი მესაფლავის შესახებ საკმაოდ დამაჯერებელ ვერსიას იძლევა, რაზეც ბიძინა უბრალოდ ხაზის გადასმას ცდილობს. მე კი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მუდმივად მიეპარმე და ესე ჩაარტყეს. აშკარად მიპარმეთ ჩაარტყეს. ჯერ ერთი არ გაუძარცო. მე საგინახია, რომ მოწასული კაცი, ქუჩის მძარცველებმა მანქანაში ჩასვან, ტრასაზე გაიყვანა და ხამში გადააგდო. იქ ეტოვებენ ხოლმე. მე მგონი ჩვენს მესაფლავეს ვიღაც მტერი მაინც ყავდა. იცი რა? ეხლა ჩვენ დეტექტივის სცენას დუქავს. შენ ხარ ექსპერტი და არა ეს. აგატა კრისტი. საერთოდ ადამიანს აქვს ეგოისტური სურვილი, რომ ერთადერთი ჭკვიანი თავად იყოს. ამ მიზნის მისაღწევად მან უნდა სცადოს სხვების აზრის გაბათილება, იპოვოს მათში სისუსტე, რომ ისე არ გამოჩნდეს თითქოს სხვა რაღაცას მიხვდა და ის ვერა. ბიძინაც აქ ქეთის მიმართ ინტელექტუალურ ნარცისიზმს ავლენს. მან რომ ქეთის მართებულობა აღიაროს, ამით თავის თვითშეფასებას მიადგება ზიანი. როგორ სხვა ჩემზე ადრე მივიდა სწორ პასუხამდე? არა, შეუძლებელია. ამიტომ ბიძინაც ქეთის ვერსიას უბრალოდ უარყოფს. სანაცვლოდ კი რას გვთავაზობს? აი თქვათ, იმ შენ კაკოს კისრი ტყავდა დათრეული ის. ვიღაცადაც ხვირპილში ურტყავდა. მოვიდა მეორე. შამპანოვის ბოთლი გლიჯა თავში და გააგორა. რა არ ხდება ხოლმე ასე? ხო და მერე მანქანით ტრასაზე გაიყვანეს და გადააგდეს? ბიძინეს ვერსიაშიც კი ქეთის მსჯელობა უფრო სწორია. ასეთი წვრილმანი ჩხუბების დროს დაზარალებულს ადგილზე ტოვებენ და არ ცდილობენ კვალის დაფარვას. ასე რომ მომხდარიყო, მაშინ ბიძინას სწორი იქნებოდა. მაგრამ კვალის დაფარვის მცდელობა და თვითმკვლელობის ან უბედური შემთხვევის იმიტაცია არ ჰგავს მთვრალი მესაფლავეების კონფლიქტს.
ეხლა რა მუხლით გინდა აღძრა საქმე? გამაგებინე. განზრახ მკვლელობის მცდელობით? ამიტომ დიახ, საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით უნდა აღძრა და თუ ამისთვის მტკიცებულებები გჭირდება, ერთი ხელჩასაწვიდი უკვე გაქვს. ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ დაზარალებულს ორჯერ ჩაარტყეს ბლაგვის საგანი თავში და ხევში გადააგდეს. ეს თუ არ არის საკმარისი საქმის აღსაძრავად და აქ თუ ბიძინა მართალია, მაშინ ჯემალ კაკაურიძეც მართალი ყოფილა, როცა საქმეს აჩერებდა. ეხლა რა ვქნა მე? საქმე აღძრა განზრახ მკვლელობის მუხლით, გამაგებინე? არა, შემოგევლი, არა. ის ხუთი მიცვალებულია და მეტი არაფერი. ანუ კიდევ ერთხელ ვთქვათ, აქ ბიძინა უბრალოდ გაჯიუტდა, რომ ქეთის ვერსია არ მიიღო, თორემ თავადაც კარგად იცის, რომ დროზე ადრე რამის გამორიცხვა არ არის სწორი. გავხრეხო, წინასწარ რატო გამომრიცხო რამე? ამასობაში კადრში სიკო ჩნდება. ძალიან ირონიულია ქართული რეალობა, როცა პრასტიტუციის ორგანიზატორი უკეთესი მანქანით დადის ვიდრე პოლიცია. მეორე მხრივ ისიც ირონიულია, რომ ჯოხი ყოველთვის სიკოსნაირ უბრალოდ თანამშრომლებზე ტყდება. საუნაში ბიძინა სიკოს ემუქრებოდა და არა აპოლონის დირექტორს. უშიშროებამაც სიკო დაკითხა და არა დირექტორი. კეთილი და ბოროტი ძალიან ბავშვური დახასიათება იქნებოდა, მაგრამ თუ მაინც გამოვიყენებთ ამ სიტყვებს, ბიძინა კეთილი უნდა იყოს და უშიშროება ბოროტი. თუმცა მეთოდები მაინც ორივეს ერთნაირი აქვს. ორივე ერიდება დიდ თევზებზე ნადირობას და სიკოსნაირი წვრილი ლიფსიტების საშუალებით გადის ფონს. სიმბოლურია, რომ ამ სცენიდან სწორედ დემოკრატიის შესახებ საუბარზე გადავდივართ. ესაა დემოკრატია. ეს დემოკრატია კი არა, სუფთა ბარდაკია. სხვათა შორის გენოს ახასიათებს ასეთი მორალის მქადაგებლური გამოსვლები. ათამაზე. მაგის ადგილზე ამერიკიდან ლუსტრას და შმოტკებს ჩამოიტანა. მე ხო ვიცი. ამ კაცს იმ შიშორიდან ეს რაღაცები უთრებია. თრები და მოსმენაც არ გინდა და და მგზავ ქალბატონს. არ უჩქმიდა კაცო უკანალზე? პენსიონერის სოხაძემ მიუთიტა შვილო, რა შვები ნუიზა მამასო. რა შენი საქმეო და არ შეაფურთხა ბაბუას ყოლა კაცო. არ გაინტერესებს ვინაა მამამისი. კაზინო მეტროპოლის ფლობელი. გესმის რა ხდება ხალხო. უთხარი უშუალოდ მაგ ლორშანიძია თუ ვიღაც ოხერი, მაგრამ ხვალ თუ თქვენს ცოლს უჩქმიდათ რაზე? ჩვენ აღარ დაგვირეკოთ ხო? მერე მოკეიფიკაცია, კარგად მღერის, ამასაც ხომ აქვს მნიშვნელობა. აღარაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე, კაცო. აღარც დამსახურება, აღარც ზრდილობა, კაცობა ბოლოს და ბოლოს, კაცო. ჯო ამ კაცმა თელი სიცოცხლე ორგანოებს შეალია. ტანზე ადგილი არ აქვს დარჩენილი ტყვია რო არ მოხვედროდეს. და მისთანა კაცს სულში უნდა ჩააფუთო, კაცო. და ასე გამოაჩენო პრუსიკიანი მთელი ქვეყნის დასანახად. ვინ არიან ესენი? გაფუჭებული და წუწურაკი ხალხი დგაებს სახლი. ჯო ერთის გაკეთებას რო ვიწყებთ, 1000 უკვე გაკეთებული უნდა გავაფუჭოთ. სხვანაირად არ შეგვიძლია. არა, ეს მოფსმა რაღა უბედურებაა, კაცო. აქაო და თავისუფალი ქვეყანა ვართო. შეიძლება სადაც გინდა იქ საკაცმა, ამას ბავშვები უყურებენ და იგივე საკეთებენ. აყროლდა ქვეყანა, კაცო. ვარდებიო რო გავიძახით. რომელი ვარდი და დემოკრატია გაიხარებს ფსალში შემომადონა. გამოსავალი კი ყოველთვის მზად არის. სტალინია საჭირო დავიდოვიჩ სტალინი. რას უზამდა. მაგათ უჩვენებდა სეირს 24 საათში დაამყარებდა წესრიგს. ქართველი ადამიანის ტრაგედიაა, რომ ყოველთვის გმირს და ლიდერს ეძებს. შეგნებასაც ახრედა სტალინი რათ უნდა? ჩვენ თვითონ ვანგრევთ ყველაფერსა. ეს კიდევ ნორმალურია აწმყოში, რომ ვეძებდეთ ლიდერს, მაგრამ რატომღაც გმირები ყოველთვის წარსულში რჩებიან? ყოველთვის არსებობს ვიღაც ფიგურა წარსულიდან, რომელმაც უნდა დაგვიმყაროს წესრიგი და რომლის გარეშეც ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია. მაშინ ჩვენ თვითონ ვინ გამოვდივართ? გამოსირებულები. ძალიან ცუდი თვისებაა, როცა შენს გასაკეთებელს სხვას გადააბარებ და პასუხისმგებლობას იხსნი. მაგალითად, ანგლო-ირლანდიელი სახელმწიფო მოღვაწის ედმუნდ ბერკის სიტყვებს თუ გამოვიყენებთ, ბოროტების გამარჯვებისთვის მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო. კეთილი ადამიანები არაფერს აკეთებდნენ. ბერკი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც ასე ფიქრობდა. მაგალითად, მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა, ჩვენი თაობა ინანებს არა ბოროტი ადამიანების სისასტიკეს, არამედ კარგი ადამიანების შემაძრწუნებელ დუმილს.
საბოლოოდ ჩვენ გვემახსოვრება არა ჩვენი მტრების სიტყვები, არამედ ჩვენი მეგობრების დუმილი. ალბერტ აინშტაინის თქმით, სამყარო საშიში ადგილია საცხოვრებლად, არა იმ ადამიანების გამო, ვინც ბოროტებას სჩადის, არამედ იმათ გამო, ვინც ამას უყურებს და არაფერს აკეთებს. ამიტომ ნაცვლად გმირების წარსულში ძებნისა, თითოეული ჩვენგანი რომ მცირე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას იღებდეს, გმირები თავად გავხდებოდით და აღარ მოგვიწევდა ისეთი ადამიანის ძიება, ვინც ჩვენს გასაკეთებელს გააკეთებდა. ბიძინას და ლექსოს პროკურატურაში ანუ კაფეში წასვლამდე ვხედავთ ბიძინას და გენოს მცირე კონფლიქტს. რა გინდა ბიჭო პროკურატურაში? მე არ უნდა ვიცოდე? ეხლა მეჩქარება რა, რომ მოვაგეთყვი? სულ შეძებნაში როგორ უნდა ვიყო? შინ დირექტორ? არა ხარ. მობილურზე დირექტორ გამოთული გან. სადად იხარ მითხარი? საქმეზე. ჯო სადა მერექსა? სამში დაგიდებ მაგიდეს. კონფლიქტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ბიძინა აკეთებს რაღაცას და ამის შესახებ საქმის კურსში არ აყენებს გენოს. ეს სხვათა შორის არ არის ერთადერთი შემთხვევა და მათი გაღიზიანების მიზეზიც გასაგებია. ის შემთხვევები, რომლებსაც ახლა გაჩვენებთ, ამ სერიის შემდეგ არის, თუმცა ვინაიდან ბიძინა და გენო უკვე დიდი ხანია იცნობენ ერთმანეთს, არც ის არის გამორიცხული, რომ ბიძინა პირველად არ იქცევა ასე და წარსულშიც ჰქონდა ადგილი მსგავს შემთხვევებს. მოდით ვნახოთ სხვა ასეთივე სცენები. ხო გენო, მე ვარ. სად დავდივარ, თო სად? საქმეზე. ბიჭო, კარგი რა თუ უცმახარ. შემინერა. ვინი? ჩემი უფროსი. მერე? წავიდე საათი უცმახარ. ეს კი გაკეთდა, მაგრამ რაღაცა მეთან აღრება მეგური. არ მევასება და. ინტრიგო. თაბაგარი სადაა? მობილური ტელეფონი გამოთულია. სახლის ტელეფონზე არ პასუხობს. მერე რა არხინაც იქაც. გრიშას პლანს თაბაგარის მოკლა გაუჭირდება. გავარდი ახლა ბიძინასთან და სასწრაფოდ მომიწერდი. გავგარიშავდი ეს კაცი. ბიძინას ასეთი ქცევა შეიძლება აიხსნას კომპეტენციის დემონსტრირებითა და ამბიციით. ხშირად თანამშრომელი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის იმაზე უფრო კვალიფიციურია, ვიდრე მისი პოზიცია მოითხოვს. სერიალის განმავლობაში გამჭრიახი მომენტებით, სწრაფი აზროვნებით და ლოგიკური მსჯელობით ბიძინა ერთი თავით მაღლა გვევლინება გენოსთან შედარებით. მაგრამ რატომღაც გენოს უფრო მაღალი წოდება აქვს და ბიძინას ხელმძღვანელია. ეს აშკარა თუ არა ფარულ უკმაყოფილებას მაინც გააჩენდა ბიძინას წარმოდგენაში, თუნდაც მისთვის წოდებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდეს. როცა შენზე მაღლა აყენებენ იმას, ვინც შენზე დაბლა უნდა იდგეს, ნამდვილად ვერ გექნება სურვილი მასთან ქვემდგომის როლში იყო და როგორც უფროსს ისე მოექცე. ამიტომ ბიძინაც გენოს თანასწორივით უფრო ექცევა, ვიდრე უფროსივით. მით უმეტეს, რომ ხშირად სწორედ ბიძინა იღებს საერთო სამოქმედო გეგმის შესახებ გადაწყვეტილებებს და გენო უბრალოდ ბიძინას გადაწყვეტილებას ოფიციალურ სახეს აძლევს. აი მაგალითად აქ. წინასწარი მოკვლევის მასალებს მოვამზადებთ და გადავუგზავნებთ. მთავარია შედგეს დოკუმენტი, სადაც ეწერება, რომ სასაფლაოს დირექტორს, ქალბატონ დონარა ჭყონიას ეკრძალება ქალაქიდან გასვლა გამოძიების დასრულებამდე. კი ბატონო, ამას გავაკეთებ. მიგონე, აი ეს დღეს რომ და შეუდანო მინისტრს და დაუდო მაგიდას. მოკლედ შეუდან მაგას და დაუდებ მაგიდას. ამიტომ ბიძინასა და გენოს ურთიერთობაში უფროსობა უბრალო ფორმალობაა. ვიღაცას უნდა ერქვას უფროსი, თორემ სინამდვილეში გენო უფროსი მხოლოდ ქათამაძისთვის, ლექსოსთვის და სხვა დანარჩენი თანამშრომლებისთვის არის. ბიძინასთვის კი არა. მომდევნო სცენაში ვეცნობით გრიშა ხაჩიძესაც. ბიძინა არც მასთან იქცევა ქვემდგომივით და მერე ვარკვევთ, რომ მათაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებთ. მოკლედ ბიძინა ყველას იცნობს ომგერ კაკაურიძის გარდა. მერე ტიპური ქართული დიალოგი, დალევის რეკორდები და დანანება ნარევის სიამაყით თავის აქეთ-იქით ქნევა. ახსოვს რა დღეში. 18 ბოთლი მანავი დავლიეთ ორმა კაცმა. შემდეგ გავიგეთ, რომ არავით არის სვეტლანა კირიჩენკო პროკურატურის საქმეში არ ფიგურირებს და ეს საქმეს ართულებს. კი, ართულებს. ლექსო და მესაფლავეები. მესაფლავის საქმიანობა ზოგადად ძალიან საინტერესოა ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური კუთხით. თუმცა ხელძაღლში ამ საკითხს ძალიან მცირე დრო და ყურადღება ეთმობა, ამიტომ მეც თემიდან არ გადავუხვევ. მით უმეტეს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანს არც სერიალისთვის და არც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არ ამბობს ეს ხალხი და პირდაპირ დონარა პეტრესასული ჭყონია შემოვიყვანოთ.
მართლაც აფთარივით შემოდის დონარა და წამებში იქმნება შთაბეჭდილება ფიცხ მკაცრ ამაყ უფროსზე, რომელიც თანამშრომლებს თავს არ უყადრებს. ლექსოსთან დიალოგისას ეს ქალი მოკლე დროში რადიკალურად იცვლება და მერე ისევ საწყის მდგომარეობას უბრუნდება. პირველ და მეორე სერიებში რამდენჯერმე ვახსენეთ ჩაკეტილი პოზა. ამაზევე მეტყველებს დონარას აი ეს ქცევა. ტანსაცმლის უფრო მეტად შემოხვევა და შიგნით დამალვა. რა თქმა უნდა, შეიძლება ვთქვათ, რომ ცივა და ბუნებრივია ასეთი ქცევა, მაგრამ ზოგადად ისეთი ქცევების უმრავლესობა, სადაც ადამიანი სივრცეში ნაკლებ ადგილს იკავებს, ცდილობს სხეულის სუსტი წერტილები დამალოს ან დაფაროს, შექმნას რაიმე ბარიერი მასსა და მეორე ადამიანს შორის, ფსიქოლოგიაში აღიქმება ჩაკეტილ პოზად, როცა ადამიანი რაღაცისგან იცავს თავს. აქ დონარას სიცივის მიუხედავად ნამდვილად აქვს მიზეზი თავს საფრთხის ქვეშ გრძნობდეს. სიტყვებში ეს არ ჩანს, მაგრამ ფსიქოლოგია იმიტომაც არის ძლიერი იარაღი, რომ ის სიტყვების მიღმაც ხედავს მინიშნებებს. როგორც კი დონარამ გაიგო, რომ მასზე ეჭვი არ აქვთ, მაშინვე დაიბრუნა თავისი აფთრის როლი და თავდაცვიდან ისევ შემტევ მდგომარეობაში გადავიდა, რომ უფრო მეტად გაუსვას ხაზი თავის უდანაშაულობას. რა უნდა გაგახსენდეს გენაცვალე? ეგ რა ლაპარაკია? აქამდე როცა თავს საფრთხეში გრძნობდა, ბატონ ლექსოს ელაპარაკებოდა. ჩემთან რა საქმე გაქვთ, ბატონო ლექსო? კითხვებს პასუხობდა და წინააღმდეგი არ იყო ეს თანამშრომლების წინ გაეკეთებინა. შემდეგ კი როცა საფრთხე გაქრა, ბატონი ლექსო ლაწირაკ ბიჭად იქცა, მოდი ხარ აქ ლაწირაკი ბიჭი, კითხვები დაკითხვად, დაკითხვას მიწყობ. თანამშრომლების წინ ქუჩაში პასუხების გაცემა კი უკადრის საქციელად. თანამშრომლების თვალწინ ქუჩაში. თანაც ახლა მოუნდა დონარას თავის კავშირებზე ხაზგასმა და ლექსოს მიანიშნა, რომ მისი მინისტრის მოადგილეს უწერია დონარას ტელეფონის ნომერი. მეორედ რომ დაგჭირდები, ჯერ ტელეფონით შევითახვდი და მერე მოდი. ტელეფონის ნომერი კი რეზოს კითხე, თქვენი მინისტრის მოადგილეს. აი ასე ქალბატონებო და ბატონებო. თუ თქვენც შეამჩნევთ ვინმეს, რომ ჯერ თავს იცავდა და მერე უცბად შეტევაზე გადავიდა, ნიშნელოვანი საფუძველი გაქვთ იფიქროთ, რომ თავიდან რაღაც ისეთზე იყო საუბარი, სადაც თავს დაუცველად გრძნობდა და დამნაშავე იყო. შემდეგ კი ეს საკითხი შეიცვალა და როცა დანაშაული ვერავინ ვერ დაუმტკიცა, მანაც ბრჭყალები გამოაჩინა. დააკვირდით ხოლმე, როდის იცავს თავს ადამიანი და როდის ცვლის ამ ქცევას და ერთით მეტი მინიშნება გექნებათ იმის შესახებ, თუ რის დამალვას შეიძლება ცდილობდეს. გადავდივართ დეიდალიზას და სვეტას სცენაზე. აქ სვეტას წარსულის შესახებ რამდენიმე ცნობას ვიღებთ. მას მამა ადრე დაეღუპა, მერე დედაც ავად გახდა და მისი წამლების ყიდვას ბევრი ფული სჭირდებოდა. ფულის საშუალებლად ის იძულებული გახდა მეძავი გამხდარიყო. მოდით ცოტა ხნით ამ საკითხზე შევაჩეროთ ყურადღება. საზოგადოების რაღაც ნაწილი თვლის, რომ როგორც არ უნდა გიჭირდეს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იკადრო მსგავსი რამ. თუ ასეთი ნაბიჯი ვინმე გადადგა, მას აკრიტიკებენ, ლანძღავენ და მტრულად უყურებენ. მაგრამ ეს ზუსტად იგივე საზოგადოებაა, რომელიც სხვისი განკითხვის მეტს არაფერს აკეთებს და გამოსავალს არც თვითონ გთავაზობს. თუ მათ ეტყვი, რომ ადამიანს უჭირდა და სხვა გზა არ ჰქონდა, გაჭირვებას ანუ მიზეზს ერთი ყურიდან შეუშვებენ, მეორიდან გამოუშვებენ. სამაგიეროდ აუცილებლად დაიმახსოვრებენ შედეგს, ანუ მეძავობას და იწყებენ კრიტიკას, თითქოს არსებობდა სხვა გზაც. ოღონდ ეს გზა რა არის, ამას არ გეტყვიან. ისე გამოიყვანენ თითქოს ძალიან გეხალისება, რასაც აკეთებდა ფართო არჩევანიდან მაინც და მაინც მეძავობა მოინდომე. ასეთ ადამიანებს ძალიან ხშირად შეხვდებით. მათ ყველაფერზე აქვთ თავისი აზრი, ყველაფერი იციან, ყველაფერი ესმით, სხვის მაგივრად გადაწყვეტილების მიღებას ვერ დაასწრებ. სხვირი ყოველთვის მზადყოფნაში ჰყავთ, რომ სხვის საქმეში ჩაყონ. მაგრამ გამოსავალიან დახმარება თუ დაგჭირდა, უცბად სადღაც დაიკარგებიან. ალბათ ჩვენთვის აღარ სცალიათ, ახლა უკვე სხვის საქმეში ატრიალებენ ცხვირს. ასეთი ადამიანების ქცევას სოციალურ ფსიქოლოგიაში ეწოდება მსხვერპლის დადანაშაულება. მელვინ ლერნერის სამართლიანი სამყაროს ჰიპოთეზის მიხედვით, ადამიანებს აქვთ ქვეცნობიერი მოთხოვნილება სჯეროდეთ, რომ რაც ხდება, ყველაფერი სამართლიანია და ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს. ანუ თუ გიჭირს, შენი ბრალია, თუ არ გიჭირს, ესეც შენი ბრალია. თუ ვიღაცამ გაგქურდა, შენი ბრალია. თუ ვინმე მოგატყუა, შენი ბრალია, რომ მოტყუდი, თუ მოკლა, შენი ბრალია, რომ თავი ვერ დაიცავი. რაც არ უნდა დაგემართოს, შენი ბრალია. ასეთი ადამიანი არასდროს არ ახსენებს, რომ ერთის სიღარიბე მეორის სიხარბის გამო მივიღეთ. რადგან ეს რომ აღიაროს, მაშინ ისიც უნდა დაიჯეროს, რომ სამყარო უსამართლოა. ეს კი ძალიან მტკივნეულია.
და ადამიანი ამ ტკივილისგან იცავს თავს. ხომ გაგიგიათ, რომ თავდასხმა თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ ვისაც არ ეზარება, ყველა წაქცეულს აბრალებს, რომ წაიქცა, რათა თავი ცუდად არ იგრძნოს. ამის შესახებ სხვათა შორის ძალიან ღრმა და დამაფიქრებელი აზრი აქვს გამოთქმული ნაპოლეონს. ის ამბობდა: ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს. იმას კი, ვინც დასაცემადაა გამზადებული, ხელს ბევრნი კრავენ. სვეტასაც არ უნდა სხვებმა გაიგონ მისი საქმიანობის შესახებ, ამიტომ ჩნდება ორმხრივი უნდობლობა. საზოგადოება არ ენდობა სვეტასნაირებს და თავისი ჯგუფიდან რიყავს. სვეტასნაირები კი ცდილობენ დამალონ ის, რაც სინამდვილეში არიან. ყველანაირი გასაჭირის სათავე კი ის არის, რომ ორ ადამიანს შორის არ არსებობს სიყვარული და ურთიერთგაგება. ერთი ადამიანი მეორეს ისე რომ უყურებდეს როგორც ოჯახის წევრს, მაშინ ვერ აიტანდა, რომ თვითონ მაძღარი იყოს, მისი ოჯახის წევრი კი მშიერი. გამოდის, რომ ერთის სიღარიბე მარტო ამ ერთის ბრალი კი არ არის, როგორც საზოგადოება ფიქრობს. არამედ მასში მთლიანად გათითო-კაცებული საზოგადოებაა დამნაშავე, რომელმაც მხოლოდ მე და ჩემი იცის, გვერდზე გახედვაში კი სქელი ღაბავი უშლის ხელს. კარგი, ამ თემატური გადახვევიდან ისევ უკან დავბრუნდეთ. დეიდალიზა ტიპური ჭორიკანა მეზობელივით იძლევა კითხვებს. შენ სახლში არაფერი გიკითხებია და მამა შენი სად მუშაობდა და დედა შენს შენუვლიდი ქუდაბა ეხლა და ეხლა სად მუშაობდა სალაცირინი პასუხის. ბასი და კიტლიკანა ამიტომ დადიხარ აბანოში დაიჩვიე მამას ჩაცმაქვია მამაკაცების მაინც არ გერიდება. მართალია მის სიტყვებსა და საქმეში მზრუნველობაც დიდი დოზით არის, მაგრამ არ არის სასიამოვნო, როცა შენზე ყველაფრის გარკვევას ცდილობენ და ისეთ რამეზე გელაპარაკებიან, რაზე საუბრის ინიციატივაც თავად არ გამოგიჩენია. ბიძინა და ლექსო ჭადრაკს თამაშობენ და თან ბჭობენ, ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული სვეტათი თუ პროკურატურა არა. ბიძინა საკმაოდაა გართული საუბარში, მაგრამ ამავე დროს საჭადრაკო დაფასაც აკონტროლებს. რა შვები? შემიშალა რა, შემიშალა. ეხლა ლექსო, რომ მოკიდე, ხელ ძმაკაცზე, როცა მე უკან არა. რა ბატონო. არა, კი ბატონო, წაიღე, ერთხელ გაპატიე. ლექსო კი პირიქით, ჭადრაკით უფროა გართული და დაფას იშვიათად აშორებს თვალს. შემოდის დეიდალიზა და ვიგებთ, რომ თურმე ბიძინა მშიერია და როცა შია, შინაურს და განელს ვერ არჩევს. სხვათა შორის ოჰაიოს უნივერსიტეტმა ჩაატარა სახალისო კვლევა. კვლევრებმა 107 დაქორწინებულ წყვილს დაურიგეს ვუდუს თოჯინები, რომლებიც მათ მეუღლეებს განასახიერებდნენ. ყოველ საღამოს მათ თოჯინებში უნდა ჩაერჭოთ იმდენი ნემსი, რამდენად გაბრაზებულებიც იყვნენ პარტნიორზე. ამავდროულად მათ უმოწმებდნენ სისხლში გლუკოზის დონეს. მიიღეს ასეთი რამე. იმ დღეებში, როცა მონაწილეებს სისხლში შაქრის დაბალი დონე ჰქონდათ, ანუ მშივრები იყვნენ, თოჯინებში გაცილებით მეტ ნემს სარჭობდნენ. ამიტომ ბიძინა რომ შინაურს და გარეულს ვერ ცნობდეს შიმშილის დროს, არ არის გასაკვირი. ამასობაში ბიძინას ლექსოსთვის სიურპრიზი ჰქონია. თურმე მანქანები, რომლებიც სვეტას სახლის და ჯინორიას სუპერმარკეტის წინ იდგნენ, ეკუთვნის უშიშროების თანამშრომელს. ლექსო აქ ისევ თავისი ამერიკული გავლენის ქვეშ რჩება. ეხლა თქვენი თქმით გამოდის, რომ სვეტას უშიშროება უთვალთვალებს. სვეტას გადამავლით, ესე იგი ჩვენ უშიშროებას გამოძიებაში ხელი შეუშალეთ? რას ნიშნავს გესმით თქვენ? ეს ამერიკული გავლენაა, იმიტომ რომ სხვა შემთხვევების მსგავსად ისევ ვერ ითვალისწინებს ქართულ ქაოსს. შეიძლება ამერიკაში ნიშნავდეს რამეს უშიშროების გამოძიებისთვის ხელის შეშლა, მაგრამ საქართველოში დიდი თუ პატარა ყველა ერთმანეთს ხელს უშლის და ეს არ არის ახალი ამბავი. იმიტომაც გვენძრევა. თანაც ლექსო უნდა ხედავდეს, რომ ახლა კოზირი მის ხელშია. უშიშროება ხმასაც ვერ ამოიღებს, რომ მათ ვინმე ხელი შეუშალა, რადგან ამით სხვებს გააგებინებენ, რომ ფარულ თვალთვალს აწარმოებდნენ. ამიტომ მთავარი სამიზნე ცხვირწინიდან რომ ააცალო უშიშროება ვერაფერს ვერ იზამს. ერთი შეცდომა და საკუთარ თავს გამოააშკარავებს. მით უმეტეს რომ უშიშროებაც არ არის მთლად ერთიანი სტრუქტურა და უშიშროების შიგნით არის რაღაც ძალიან მცირე ჯგუფი, ვინც უშუალოდ ზერაგიას დაქვემდებარებაშია და კონკრეტულად მის ფარულ დავალებებს ასრულებს. გამოდის რომ თუ ეს საქმე გამოაშკარავდა, უშიშროებაში შიდა სკანდალი ატყდება.
შეგამოდის გამოსულია და ეგ არის. მართალია ლექსომ ჯერ ამდენი რამე არ იცის და ზერაგიაზეც არაფერი გაუგია, მაგრამ მხოლოდ ლექსოს ცოდნიდანაც კი შეიძლება იმ დასკვნამდე მისვლა, რომ თავად უშიშროებას არ აწყობს ამ საქმის გახმაურება. ბიძინა კი უფრო ფართოდ ხედავს მოვლენებს. შენს, მე, სვეტაც, ჯინურიას, უბრალოდ პეშკები ვართ ამ დიდ თამაშში. აი ეგ არის რომ მაგიჩებს. მას ინტუიციით გაკეთებული დასკვნები მაინც და მაინც არ ხიბლავს და მტკიცებულებები ურჩევნია, მაგრამ სწორედ ინტუიცია ბიძინას ძლიერი მხარე, რისი წყალობითაც სერიალში უხვად ხვდებით მომენტებს, როცა ბიძინას სწორი აღმოჩნდა ან რაღაც ისეთი წინასწარმეტყველება გააკეთა, რაც მერე გამართლდა. უკვე ჩააძამეს. აიცა რა. ვინ დაბრუნდა თუ? სერაგია. სერაგია? ხომრობა რა. განშტო ხუმრო. მაგრამ პოჩერკი მაგრაგავს. უკეთეს რამეს გეტყვი. აბა? გეჯაზის ოფისში. ფილტანის ხალხის დაბრეკვა. ჯილურიას თვალწინ მოხდეთ მო. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა რა. ადრე თუ გვიან მაგასაც გაასწარე. просто ეგ ჩათლახი ჯერჯერობით რაღაცაში ჭირდებათ. არა, მაგრა არ მევასება რა ეგეთი რა, ჩერიშო რა. ჩერეთი სიაბამ ჩვენებებს იძლევა. კაფე ფატონებშიო 40 წუთი ვიყავითო ტყუილი. მერე ათრთოლებული ვიყვება რომ მეო ეგ მომწონდაო მიყვარდაო და ცოტა ჯერფას ვაწიგებ. მაგას რო იტყუება ეგ საიდან იცით? 5 დღის განმავლობაში ერთხელ მაინც არ მოვიდა აზრად. პატარა თაიგული ეყიდა მიეტანა სასაფლაოზე და დაედო მაგჩემისას რომ დასრიალებს BMW-ი. მაგრამ ნიგადეია და დამპა. შიგნით ხედავ პატარა შენობას. აი აქ ინახება კონტეინერი. 100%. თუ კიდე გაგიმასავ. რა? გაგიმასავ რა. რომ კილერი აი ამ კრიშალზე გაიჩიტება. საჭადრაკო დაფიდან გადავდივართ სუფრაზე და აქ ლექსო ძალიან მნიშვნელოვან საზღიგრძელოს ამბობს. როგორ შეიძლება ადამიანი ასე გიждდებოდეს თავის ოჯახზე, თავის შვილებზე, თავის მშობლებზე და ასე ფეხებზე ეკიდოს თავისი ქვეყანა? სწორი ხარ. აი ეს სიტყვები შეიძლება საქართველოს და ქართველი კაცის დიაგნოზადაც კი დავსვათ. არ ვიცი რა ჯანდაბა გვჭირს, მაგრამ ქართველს, ქართველის ძულს. შეიძლება ნამდვილ ქართველს ნამდვილი ქართველი არ სძულდეს, მაგრამ თუ კი ნამდვილი ქართველობა მხოლოდ თეორიულ ცოდნად შემოგვრჩა და არა პრაქტიკულ ღირებულებად, თუ კი ერთმანეთის სიყვარული მხოლოდ წარსულის მაგალითებიდან ვიცით და არა აწმყოს ურთიერთობებიდან, მაშინ დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს ვინ იყო ერთ დროს ქართველი. ჩვენ მას არ უგავართ. ჭაბუ ამირეჯიბს რომ დავესესხოთ, დღესდღეობით კასრში დამწუდებული ვირთაგვები ვართ. ის გადარჩება, ვინც დანარჩენებს შეჭამს და უკანასკნელი იქნება, ვინც ცოცხალი დარჩა. ნაცვლად იმისა, რომ ერთად ვცდილობდეთ რამის მიღწევას და საერთო სარგებლის მიღებას, ყველა ცალ-ცალკე ცდილობს. მერე თავი ცუდად რომ არ ვიგრძნოთ, ამას ჯანსაღ კონკურენციას ვარქმევთ, მაგრამ ეს კონკურენცია კი არა მტრობაა. მტრობაა იმიტომ, რომ კონკურენცია ორივე მხარეს აძლიერებს. საქართველოში კი ერთი რომ გაძლიერდეს, მეორეს სული უნდა ამოხდეს. ჩვენ გავხდით ის სამარცხვინო ქვეყანა, სადაც ადამიანობასა და სხვა ყველაფერს შორის ხიდია ჩატეხილი და თუ მეორე მხარეს გინდა გადასვლა, ადამიანობა უნდა დათმო. შენიანები უნდა გაიფინო ფეხქვეშ, ზედ ღირსება აყრილი მეთოდებით ნაშოვნი წითელი ხალიჩა გაშალო და ისეთ ხვირაწეულმა გაიარო ოდნავადაც რომ არ გეტყობოდეს რის ფასად მიაღწია ამ ყველაფერს. სამაგიეროდ მზე სწორი კუთხიდან უნდა გირტყამდეს სახეზე შუქს, რომ კარგი სურათი გამოგივიდეს და ინსტაგრამზე მეტი ფოლოვერი დააგროვა. თუ ეს ასე არ არის, მაშინ დაასახელეთ სად და როდის ნახეთ ბოლოს ერთიანი ქართველი ერი? სტადიონზე თუ გასვენებაში? ერთიც დიდი სიყალბეა და მეორეც. ერთიანობა არ ნიშნავს ერთ ადგილას, ერთ დროს მოგროვებას და რაღაცის საყურებლად დგომას. ამას ბუზებიც ახერხებენ, როცა განავალს ესევიან. ერთიანობაა, როცა საერთო საქმეს ყველანი ერთად ვაკეთებთ. დღეს ყველა რაღაცით უკმაყოფილოა, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს. თუ ვინმე გაბედა ხმის ამოღება, მას გვერდში არავინ უდგება, რადგან ერთის პრობლემა მეორეს არ ეხება. ამიტომ დიასახლისი იქნება მეშახტე, მასწავლებელი თუ ბუღალტერი, ყველა მხოლოდ მაშინ იღებს ხმას, როცა პირადად მას ეხებიან. ყველა მაშინ ხვდება, რომ თურმე ერთმანეთის გვერდში დგომაა საჭირო.
ყველა მაშინ იწყებს ლოზუნგებით გამოსვლას ერთიანობის საჭიროებაზე, მაგრამ აქაც ვირთაგვებით ვიქცევით. თუ მოხდა სასწაული და რაღაც საკითხში გავერთიანდით, უცბად ვიღაცას ციდან დაპირებული ლუკმა ჩამოუვარდება. ამ ერთი ადამიანის პრობლემა უკვე მოგვარდა, ამიტომ მას აღარ სჭირდება სხვებთან ერთად დგომა და სახლში კმაყოფილი მიდის. უკვე ვეღარ ხედავს უსამართლობას, უკვე თulis რომ ქვეყანა წინ მიდის, უკვე ცივმაზამთარმა გადაიარა და სულელია ვისაც ისევ სცივა. ყოფილმა თანამებრძოლებმა თუ უნდათ იმაზე იფიქრონ, რატომ ვერ დაიმსახურეს მათაც ეს ლუკმა. ლექსო რომ წდებოდეს და ჩვენ რომ ჩვენი ქვეყანა ფეხებზე არ გვეკიდოს, მაშინ ერთის გასაჭირი ყველას გასაჭირი იქნებოდა. მაშინ ყველა მთავრობა ერთმანეთზე უარესი არ იქნებოდა, რადგან მთავრობა ხალხის წიაღიდან მოდის. რაც ხალხია, ის არის მთავრობაც. ქართველი ადამიანი სულ მხსნელის ძებნაშია. იქნებ გამოჩნდეს ვიღაც, ვინც ჩვენნაირი ნაგვისგან სასახლეს ააშენებს. გვინდა რომ არჩევნებზე ფურცლის რაღაც ნაგლეჯზე ჩვენი კვალის დატოვებით მთელი ვალი მოვიხადოთ. მაგრამ როცა არქიტექტორიც ნაგავია, მუშაც და მასალაც, მაქსიმუმი რაც აქედან გამოგივა არის ერთი დიდი ნაგავსაყრელი, სადაც ყველანი ერთმანეთში ვართ აზელილები და ერთმანეთს იმაში ვეჯივრებით, ვინ უფრო ნაკლებად ყარს. ამიტომ ყველას ერთმანეთი ფეხებზე ჰკიდია. ყველა თავის ვიწრო წრეშია შეკეტილი. ოჯახი, რამდენიმე ნათესავი და რამდენიმე მეგობარი. ეს არის ის, რაც გვაინტერესებს, სხვა დანარჩენი კი ჯანდაბაშიც წასულა. დღეს სირცხვილადაც კი ითვლება თუ ქვეყანაზე ზრუნავ. თავარია საკუთარი ერთი ადგილი თბილად გქონდეს. ლექსო ამერიკიდან ჩამოვიდა და ბევრი რამე არ ესმის, მაგრამ არც მე მესმის ბევრი რამე, მიუხედავად იმისა, რომ არსაიდან არ ჩამოვსულ ვარ და აქ დავიბადე. ლექსო ქართველი ერის კიდევ ერთ მანკიერებას ააშკარავებს. ანდა ასეთ პატივსცემდნენ წინაპრებს, წარსულს და მომავალზე საერთოდ არ ზრუნავდნენ. ჩვენ გვიყვარს ხოლმე წარსულით ტრაბახი. ალბათ ხშირად გაგიგიათ ქართველი ბიძების სადღეგრძელოები, რომ როცა სხვა ქვეყნები არც კი არსებობდნენ, ჩვენთან ვეფხისტყაოსანი დაიწერა. და მერე რა? მათ ეს არგუმენტად მოჰყავთ, რომ დიდი ცივილიზაცია ვართ. მაგრამ სინამდვილეში ეს თვით დამცირების მეტი არაფერია. როცა ამდენი საუკუნეა არსებობ, გაქვს მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ტრადიციები და მაინც ყველა შენზე წინ არის. არ გაქვს უფლება ვინმეს თავი გადაამეტო. ის ხალხი, ვინც რაღაცას ქმნიდა, ჩვენნაირი დოყლაპიები და ყალბი პატრიოტები არ ყოფილან. მათ იცოდნენ წარსულის დაფასება, მაგრამ თან მომავალზეც ზრუნავდნენ. სხვის დარგულ ხეს თავისას ამატებდნენ და ჩვენამდე მოჰქონდათ. ჩვენ კი იმაზე გვაქვს სტაციაობა სხვის დარგულ ხეს რომ მოვჭრით, იქიდან ვის რა წილი უნდა გვერგოს. ლექსოს არც ის ესმის, როგორ შეიძლება კაცი დაკითხვისას მხეცივით იქცეოდეს და მერე უცხო ადამიანის მაგივრად ტყვიაზე მიდიოდეს. დაკითხვისას სიმხეცე ძალაუფლების დემონსტრაციაა. ადამიანი მხეცი ხდება, როცა ძალაუფლებას გრძნობს. ამიტომ საკუთარი აგრესიის უსაფრთხო ობიექტზე გადმოტანა და ძალადობა ადვილი გასაგები ხდება. სხვის მაგივრად ტყვიაზე წასვლამ გრძნობიარე ადამიანებს ახასიათებს, რომელთაცვისაც სხვისი სიკვდილის ყურება იმდენად მტკივნეულია, რომ ურჩევნიათ თავად მოკვდნენ. ამას სხვა თეორიებიც ხსნიან, მაგრამ ახლა ეს უმნიშვნელოა. თავარია, რომ დაკითხვისას სიმხეცე და სხვის მაგივრად ტყვიაზე წასვლა ერთად ნამდვილად ურთიერთგამომრიცხავ კომბინაციად ჟღერს. თუმცა სოციალურ ფსიქოლოგიაში ამის ახსნაც არსებობს. თითოეულ ჩვენგანს აქვს გარკვეული როლები. ეს არ ნიშნავს, რომ ერთდროულად ბევრი პიროვნება ვართ. ეს ნიშნავს, რომ ერთ პიროვნებაშია ბევრი როლები. მაგალითად არსებობს მშობლის როლი, თანამშრომლის როლი, მოქალაქის როლი და ასე შემდეგ. დაკითხვაზე სიმხეცისას ადამიანს მორგებული აქვს პოლიციელის როლი. ამიტომ იქცევა ისე, როგორც წარმოუდგენია, რომ პოლიციელი იქცევა ხოლმე. ის თავს იმართლებს, რომ ბრძანებაა ასეთი და მისი ბრალი არ არის, რასაც აკეთებს. ამას პასუხისმგებლობის გადატანა ჰქვია. ვითომ მოძალადე შენი ინიციატივით კი არ ხარ. შენი სამსახური მოითხოვს ამას. უცხო ადამიანის მაგივრად ტყვიაზე წასვლის დროს კი მას მეტად ინდივიდუალური, ადამიანური და გმირის როლი აქვს მორგებული. ამიტომ არ შეიძლება ადამიანი შევაფასოთ მხოლოდ ერთ სიტუაციაში. თითოეული როლი ნიღაბია, რომელსაც ხშირად ვიცვლით. ამიტომ არ ვიქცევით სახლშიც და გარეთაც ერთნაირად და ამიტომ დევს ჩვენში ურთიერთგამომრიცხავი თვისებები.
ლექსოს ეს ყველაფერი უტრიალებს თავში და პასუხები არ აქვს. ბოლოს კი საქართველოს, რომელიც ასე უყვარს, პოულობს დეიდალიზაში. მართლაც, ქვეყნის სიყვარული არ ნიშნავს, რომ შენ ის მანკიერებები გიყვარს, რაზეც ვისაუბრეთ. ეს იყო ერთი მხარე, რომელიც ძალიან მძიმე და უსიამოვნოა მოსასმენად, მაგრამ ამავე დროს მოგწონს თუ არა, საქართველო მაინც ჩვენი ქვეყანაა. არ არსებობს ისეთი ვინმე ან რამე მხოლოდ დადებითი ან მხოლოდ უარყოფითი თვისებები რომ ჰქონდეს. ამიტომ უარყოფითთან ერთად საქართველოსაც აქვს თავისი დადებითი, რომელსაც პროჟექტორების ქვეშ და კამერების წინ ვერ შეხვდები. ამიტომ ვერ ხედავდა ლექსოს საქართველოს ტელევიზორში და სამსახურში. ის საქართველო, რომელიც გვიყვარს, მცირე კუნძულებად, მაგრამ მაინც შემორჩენილია ცალკეულ ადამიანებში, დეიდალიზასნაირებში, რომლებიც არ ყვირიან ყურადღების მისაქცევად, უბრალოდ ცხოვრობენ, აკეთებენ სიკეთეს და ასხივებენ სითბოს. საქართველო, რომელიც გვიყვარს, იმ უბრალოებაზე და სიმშვიდეზე დგას, რასაც დეიდალიზას პერსონაჟში ვხედავთ. აქ უანგარო სიკეთე ცხოვრების წესია და არა იშვიათი გამონაკლისი. როცა დეიდალიზას უყურებ, ერთი მხრივ მის სიკეთეს აფასებ და მეორე მხრივ, როცა გრძნობ, რომ ამ სიკეთის დანახვა თურმე შენც შეგძლებია, თავადაც უფრო კეთილშობილი ხდები და აღმოაჩენ, რომ რახან სიკეთის დანახვა შეგიძლია, შენშიც ყოფილა ეს სიკეთე. რწმუნდები, რომ ბრძოლა ღირს არა იმ სიბინძურის გამო, რასაც დღეს საქართველოდ გვასაღებენ, არამედ იმ მივიწყებული სიწმინდის გამო, რადაც საქართველოს შეუძლია მოგვევლინოს ხოლმე ცალკეული ადამიანების სახით. აქ ლექსომ დაამტკიცა, რომ იმისთვის, რომ იყო კარგი ქართველი, სულაც არ არის აუცილებელი სვამდე. თვით ბიზინაც კი აღფრთოვანებული დარჩა ლექსოთი, რადგან ბიზინაც ასევე ფიქრობს, მაგრამ არ იცოდა თუ ლექსო, ამერიკიდან ჩამოსული ახალგაზრდა ბიჭი, ასე ღრმად ხედავდა ყველაფერს. ამ სცენაში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ ნამდვილი ქართველობა არ ჩანს. ის დაფარულია და სანამ ადამიანს კარგად არ გაიცნობ, შეიძლება ვერც კი შეამჩნიო, რომ ისიც ქართველია თავისი აზროვნებით. როცა ლექსო ამერიკიდან ჩამოვიდა, ჩანდა მისი საყურე, თანამედროვე ჩაცმის სტილი, კარიერის ტობა და ეს ყველაფერი გავიდა ამერიკელი ადამიანის კატეგორიაში. რატომ? იმიტომ რომ პირველი, რასაც ვამჩნევთ, არის გარეგნული მახასიათებლები. ქართველობა კი გარედან არ ჩანს. ის ღრმად დევს ჩვენს აზროვნებაში და ამ ნამდვილ წრფელ სიყვარულს ყველაზე დაცულ და უსაფრთხო ადგილას ვინახავთ. სხვათა შორის გურამ დოჩანაშვილს ეკუთვნის მოთხრობა ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება. ამის შესახებ სატელევიზიო თეატრის სახით გადაღებულია ფილმიც ეროსი მანჯგალაძისა და გიორგი გეგეჭკორის მონაწილეობით და გირჩევთ აუცილებლად ნახოთ. ერთდროულად თან სიამაყეს იგრძნობთ, რომ ქართველები ხართ, თან შეგრცხვებათ, რომ ისეთი ქართველები არ ხართ, როგორიც საქართველოს ეკადრება. არ შეიძლება, რომ ასეთი ძლიერი აზრის მატარებელი ფილმები, მოთხრობები, მუსიკალური ნაწარმოებები და ასე შემდეგ გქონდეს და არც კი ვიცოდეთ მათ შესახებ. ამიტომ ჩემს ერთ-ერთ მისიადაც კი ვთვლი, რომ ამ არხზე ყველაფერი ქართული წინ წამოვწიო და ჩემი მცირე წვლილი შევიტანო მათთვის სათანადო პატივის მიგებაში. თუ ვინმე გადაწყვეტს მის ყურებას, ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ამ ფილმის ბმულს. ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში დამიწერთ, რომ ჩემი რეკომენდაციის შემდეგ გადაწყვიტეთ ამ ფილმის ყურება, ან თუ უკვე ნანახიდან წაკითხული გაქვთ, ესეც ძალიან გამახარებს. დაუბრუნდეთ ცხელ ძალს. ლექსოს სადღეგრძელოს შემდეგ ლიზიკო კიდევ ერთხელ ახსენებს თავის სადგივარს, ანუ ბიძინას უცოლობას და სიმბოლურია საქორწინო კავშირში გამოწყობილი სვეტას სწორედ ამ დროს შემოსვლაც. დააკვირდით, როგორ გახედავს ლიზა ბიძინას. მას ჰგონია, რომ კარგს აკეთებს და შემდეგ იმასაც გაამჟღავნებს, რომ სვეტა ბიძინასთვის უნდოდა ცოლად. შემინდოდა, რომ ცოლად შეგეცდო. ბიძინა კონტროლს კარგავს და ყვირილს იწყებს. გაიხადე, კაცო! რა თქმა უნდა, სვეტა აქ უდანაშაულოა, მან არაფერი არ იცოდა. თუმცა ბიძინასიც უნდა გავიგოთ. მედიკო ბიძინას თვალში იმ უცოდველობას, სიწმინდესა და სიყვარულს განასახიერებს, რომელიც მჭიდროდ არის გადაბმული დანაშაულის გრძნობასთან. ბიძინა თავს დამნაშავედ თვლის მედიკოს წინაშე, ამიტომ ერთადერთი რაც ახლა ამ დანაშაულის გამოსასყიდად შეუძლია გააკეთოს, არის მედიკოს სახელის ისევე წმინდად და ხელუხლებლად შემონახვა, როგორც მანამდე.
ის რომ მედიკოს კაბას სვეტამ ანუ სუბუქი ყოფა ქცევის ქალმა ჩაიცვა, შეიძლება იყოს ბიზნეს ბრაზის მიზეზი, რადგან მედიკოს თეთრი კაბა თავად მედიკოს სისპეტაკის განსახიერებაა. მაგრამ თავარი მაინც ის არის, რომ ამ კაბას ვიღაც შეეხო. არ აქვს მნიშვნელობა ეს სვეტა იქნება თუ ვინმე სხვა. მედიკოს კაბას არავინ არ უნდა შეეხოს, რადგან თავად მედიკო უკვე აღარ არის ცოცხალი და თუ კი ისიც, რაც მედიკოსგან დარჩა გასხვისდება, ამით ფაქტობრივად მედიკოს კვალს ვშლით. უნდა არსებობდეს რაღაც, რაც მხოლოდ მედიკოსი იქნება და სხვა არავისი. თუ ნიუთი გახდა მედიკოსი და კიდევ სხვისი, ეს წყლისა და საწამლავის შერევას გავს. ასეთი წყალი უკვე წაბილწულია და კარგავს თავის პირვანდელ ღირებულებას. ლიზა მოვლენებს ასე არ უყურებს. მისთვის კაბა კონკრეტულად მედიკოს განმასახიერებელი სიმბოლო კი არა, ზოგადად შვილის სიმბოლო უფროა. განსხვავება ბიძინასა და ლიზას შეხედულებებში ის არის, რომ ბიძინას თვალით მედიკოა ერთადერთი, ვისაც ამ კაბის ტარების უფლება ჰქონდა. ანუ თუ არ ხარ მედიკო, კაბას არ უნდა შეეხო. ლიზა კი თვლის, რომ ამ კაბის ტარების უფლება აქვს ყველას, ვინც შვილის ადგილს დაიკავებს. ლიზიკომ სვეტა შვილივით შეიფარა და შეიყვარა. ამიტომ მისთვის მედიკოს კაბის მიცემა ერთი შვილის კაბის მეორე შვილისთვის მიცემაა. თანაც ძალიან სევდიანია 20 წელი უყურებდა ნიუტს, რომელიც მხოლოდ უარყოფითს გახსენებს. ამიტომ ამ ტკივილისგან დასაცავად ლიზა მკვდარ ნიუტს ხელახალ სიცოცხლეს უბრუნებს. ფსიქოლოგია იმიტომ არის ძალიან რთული, რომ ეს არ არის მათემატიკა, სადაც 2x2 ყოველთვის 4-ია. ახლა ერთსა და იმავე მოვლენას შევხედეთ ჯერ ბიძინას შიდა ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან და მერე ლიზას პოზიციიდან. მაგრამ რთულია ცალსახად თქვა, რომელია მათ შორის მართალი. თავის მხრივ ორივე შეიძლება მართალი იყოს. აქ არ არსებობს რაღაც ობიექტური საზომი, რასთან მიმართებაშიც შევაფასებთ ადამიანის ქცევას. ბიძინა გაბრაზებული გადის და ოთახში დარჩენილებიდან არც ერთს სათქმელი აღარ აქვს. სამივე ერთმანეთს უყურებს. ბიძინას და მედიკოს წარსულზე საუბარი გრძელდება მომდევნო სცენაშიც. ვიდრე ბიძინა უშუალოდ მედიკოს სიკვდილის ამბავს გაიხსენებს, ის აკეთებს ძალიან ღრმა მნიშვნელობის მატარებელ შესავალს, რაც ქმნის იმ საჭირო განწყობასა და მოლოდინს, რომლის ფონზეც უნდა გადმოსცეს თავისი სადგივარი. ბიძინა საუბრობს თუ როგორ გვინერგავენ ბავშვობიდან ისეთ იდეებს, რომლებიც პრაქტიკაში უბრალოდ მარცხდებიან. ძალიან მიმზიდველია თავისუფლების, ადამიანის ცხოვრების ფასეულობის, ხელშეუხებლობის, პატიოსნების, გამბედაობის იდეები. ამიტომ ჩვენც უბრალოდ ვიჯერებთ, რომ ცხოვრება მართლაც ასე გამართულად და სამართლიანად არის მოწყობილი. გვჯერა, რომ ბოროტს ყოველთვის ამარცხებს კეთილი და თუ გინდა გამარჯვებული იყო, სიკეთის მხარეს უნდა დადგე. მაგრამ მერე როცა ცხოვრება თავის დიდ მკაცრ მუშტს პირდაპირ კბილებში დაგვარტყამს, უცბად გვენგრევა ოცნების კოშკები და ვხედავთ, რომ უსამართლობაა მთელი ჩვენი ცხოვრება. ბოროტი ჩაგრავს კეთილს და კეთილი მხოლოდ ზღაპრებში იმარჯვებს. ვისაც ამ ზღაპრების სჯერო და დიდი ხანია საფლავში წონა. გვინდა რაღაც შევცვალოთ, მაგრამ მერე ჩვენივე სინდისი არ გვიშვებს დავემსგავსოთ სხვებს და გავხდეთ მათნაირი ბოროტები. ამიტომ ვეუბნებით ბოროტისვე დაგებულ მახეში. სიკეთე ის ორმოა, რომელზეც ლამაზი ფოთლები იყო გადაფარებული. როგორც კი მასზე ფეხს დადგამ, ორმოში ჩავარდები. ისეთ ღრმა ორმოში, რომლიდანაც ვეღარ ამოხტები და სადაც არავინ არ მოვაშენ სამოსაყვანად. ის კი, ვინც ორმოს ფოთლები ააფარა, ზევიდან გიყურებს. ძალიან გინდა ამოხვიდე და ხელი შეუშალო იმ ბოროტის საქმის შესრულებაში, რასაც აპირებს, მაგრამ უკვე გვიანია. მთელი ძალაუფლება მის ხელშია. ახალი ორმოები კი მზად აქვს სხვა გულუბრყვილო მსხვერპლისთვის. მერე ხვდები, რომ თუ სიკეთის გზას ირჩევ, ბოროტზე 10-ჯერ ძლიერი უნდა იყო, რადგან ერთი ბოროტება უფრო ძლიერია ვიდრე ერთი სიკეთე. ბოროტებას არ აქვს შეზღუდვები. მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას. შენ კი შენივე სიკეთე გზღუდავს. მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი ხარ და არ შეგიძლია წინსვლა სხვისი გაუბედურების ხარჯზე, ბევრ ისეთ რამეს არ იკადრებ, ბევრ ისეთ რამეზე იტყვი უარს, რასაც ბოროტის სიამოვნებით დათანხმდებოდა. ამიტომ კეთილ ადამიანს არ აქვს უფლება იყოს სუსტი. კეთილ ადამიანს არ აქვს უფლება რამის ეშინოდეს.
ამ აზრს და მთლიანად ამ სცენას ჟანრი ლოლაშვილი იმდენად ძლიერად გამოხატავს, რომ შეუძლებელია ფეხზე არ წამოუდგე მის სამსახიობო ნიჭსა და უნარებს. ცხელი ძაღლი რომ საზღვარგარეთ გადაეყოთ, დღემდე ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად იქნებოდა აღიარებული მთელ მსოფლიოში და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ რამეს ვაზვიადებ. ეს შესრულება კი სამუდამოდ შევიდოდა სამსახიობო ოსტატობის უბრწყინვალეს მაგალითებს შორის. შემდეგ პირველად მთელი ცხელი ძაღლის განმავლობაში ბიძინა ლექსოს გულს გადაუშლის. თუ წინა სერიებში ბიძინა ლექსოსად მიუნდობლობას გამოხატავდა, ახლა უკვე ამ ორ პერსონაჟს შორის ემოციური სიახლოვე გაჩნდა. ვიგებთ, რას ნიშნავდა მთელი ეს შესავალი გამბედაობის და პატიოსნების შესახებ, რადგან ბიძინა საუბრობდა და რატომ გრძნობს ის თავს დამნაშავედ მედიკოს სიკვდილში. ბიძინას აზრით, რომ არა მისი დარიგებები გამბედაობისა და პატიოსნების შესახებ, მედიკო ახლა ცოცხალი იქნებოდა. აი ამას გულისხმობდი წეღან, როცა ვამბობდი, რომ ბოროტება სიკეთეზე ძლიერია. ზუსტად ბოროტების მზაკვრობაა ეს ყველაფერი. ბიძინა, რომელიც პატიოსნებისა და გამბედაობის მხარეს იდგა, თვლიდა, რომ თუ სხვასაც ჩაუნერგავდა იმ იდეებს, რაც თავის დროზე თავად ასწავლეს, ამით სიკეთეს გააკეთებდა, აღადგენდა სამართლიანობას და ამ ზღაპარსაც ბედნიერი დასასრული ექნებოდა. მაგრამ ბოროტება იმდენად ძლიერია, რომ მას სიკეთეზეც კი მიუწვდება ხელი და სწორედ სიკეთის სახელით და კეთილი ადამიანების ხელით ატრიალებს ბედის პორბალს. მერე იბნევი. აღარ იცი სად გადის ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის, რადგან რამდენჯერაც კარგის გაკეთებას ცადე, იმდენჯერ ცუდად შემოგიბრუნდა. დაზარალდი შენც და დააზარალე სხვაც. ამ სევდიანი სცენიდან უცბად განწყობა მკვეთრად იცვლება და გადავდივართ სახალისოდ საყურებელ მონაკვეთზე. ბიძინა საავადმყოფოს პალატაში ბოლთას სცემს. ლექსო კი მას უყურებს და ეღიმება. მართალია ფსიქოლოგიურ ანალიზს ვაკეთებ, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, ამ შემთხვევაში წარმოდგენა არ მაქვს რატომ და რაზე შეიძლება იღიმოდეს ლექსო. თუმცა ეს ღიმილი წინა სცენიდან გამოყოლილ მწუხარე განწყობას ანეიტრალებს და თუ ასე შევხედავთ, მაშინ გამოდის, რომ რაღაც ლოგიკა მაინც არსებობს ლექსოს ღიმილში. მერე ამას ბიძინას ფრაზაც ემატება. რა მოვიდა, რომ ჩავარდა ტუალეტში. რა? და უკვე ნამდვილად ვიცით, რომ დაძაბული ატმოსფერო აქ აღარ არის. კაკო ისე შემოდის და ტუალეტში ყოფნის გამო დაგვიანებას ისე ხსნის თავის მოძრაობით და ხმით, თითქოს ეუბნება ბიძინას ეს საზიზღარი ტუალეტი, როგორ მინდოდა რომ დროზე მოვსულიყავი, მაგრამ ტუალეტმა დამაგვიანებინა. აბა რა ვქნაო. აპატია როგორც ტუალეტში ვეღარ. მოდი ჩავჭიქით. დაახლოებით ასეთივე განწყობით ამბობს იმასაც, რომ მესაფლავეა. მესაფლავე. მე რა შეიძლება. შემდეგ ბიძინა საკმაოდ ჭკვიანურად იწყებს საუბარს. ჭკვიანურში იმას უგულისხმობ, რომ ჟანრი ლოლაშვილი ასრულებს ბიძინას როლს, მაგრამ თვითონ პერსონაჟი ბიძინა თაბაგარიც კიდევ სხვა პერსონაჟების როლს ასრულებს, იმის და მიხედვით თუ რომელ სიტუაციას რომელი როლი სჭირდება. თუ დაგვირვები ხართ, ბიძინას ყველა დასაკითხ პირთან უნიკალური საუბრის სტილი აქვს. მაგალითად, სიკოსთან მეტად მუქარის შემცველი და აგრესიული იყო. სვეტასთან თავშეკავებული, მაგრამ თან ფეთქებადი. კაკოსთან კი მეგობრული. ბიძინა სერიალის განმავლობაში სხვებთანაც უამრავი სხვადასხვა სახით გვევლინება და საკმაოდ რთულია მთლიანი სურათის გარეშე ბიძინას შესახებ რამის თქმა. ბიძინა თაბაგარი არის არა მისი რომელიმე ერთი ხასიათი, არამედ ყველა ცალკეული ხასიათი ერთად. აი ლექსო მაგალითად ყველასთან დაახლოებით ერთი სტილით აწარმოებს დაკითხვებს. უფრო ოფიციალური ტონით, სერიოზულად, ზედმეტი ხუმრობების და თემიდან გადახვევების გარეშე. ბიძინა კი თითქოს ნიადაგს სინჯავს მის წინ მდგომ ადამიანთან და ცდილობს ისე მიუდგეს ყველას, როგორც ამ ადამიანს სჭირდება. ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიძინას გამომუშავებული ან შეიძლება თანდაყოლილიც აქვს გარკვეული ფსიქოლოგიური ნიჭი. ფსიქოლოგია არ არის მხოლოდ სხვისი დაწერილი თეორიების კითხვა. ფსიქოლოგიაა ისიც, რასაც ბიძინა აკეთებს. თანაც ისე ბუნებრივად, რომ რამდენიმე წამში ამყარებს სიახლოვეს და უხილავ კავშირს სრულიად უცხო ადამიანებთანაც კი. შეხედეთ ბიძინას და კაკოს. რომ არ ვიცოდეთ, რომ პირველად ხედავენ ერთმანეთს, გვეგონებოდა, რომ ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. კაკოც ბიძინას ასეთი ახლობლური დამოკიდებულებით წახალისებული, თავს ლაპარაკის განწყობაზე გრძნობს. უხალისოდ კი არ იძლევა ჩვენებას,
პირიქით, კითხვების დასმა არც კი სჭირდება. თავისი ინიციატივით ყვება ყველაფერს, თანაც იმდენად არის გართული პოლიციასთან თანამშრომლობით, რომ ლექსოს კონტროლისთვისაც კი სცალია. ჩაწერა? ჩაწერე? ჩაწერე ბიჭო. ბიჭო, ისიც ხო ჩაწერე. ჩაწერე. კაკოს ჩვენება საკმაოდ მნიშვნელოვანია სერიალისთვის, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებული აქ არაფერი ხდება, თუ არ ჩავთვლით კაკოს ტემპერამენტს. ისე მას არც მეხსიერება დაეწუნება. სიმთვრალის მიუხედავად მაინც ყველაფერი დეტალებში ახსოვს. ამაზე ის შეიძლება ითქვას, რომ ბლაგვის საგნის თავში მოხვედრისას ტვინი მკვეთრად გადაადგილდება ქალის შიგნით. რახან დარტყმა უკუნიდან იყო მიყენებული, სავარაუდოა, რომ ტვინი ინერციით მიეჯახებოდა ქალის წინა ძვალს, თუმცა ფაქტია, რომ ის არ დაზიანებულა. ყოველ შემთხვევაში შუბლის და საფეთქლის წილები ისევ გამართულად მუშაობენ, რადგან ისინი გადამწყვეტ როლს თამაშობენ მეხსიერებაში. კაკოს რომ თავის ამ წილებში დაზიანება ჰქონოდა, ასე კარგად ვერ გაიხსენებდა მომხდარ მოვლენებს. გადავდივართ გენო შავდიაზე. რა პოზაშიც ზის კომპიუტერთან, მნიშვნელოვან საფუძველს გვაძლევს ვთქვათ, რომ კომპიუტერი რა ხილია ახლა გაიგო. დარწმუნებით რა თქმა უნდა არ ვამბობ, ბოლო-ბოლო როგორც გინდა ისე იჯდები კომპიუტერთან, მაგრამ მე რატომღაც ასე მგონია. ლექსო არც აციებს, არც აცხელებს პირდაპირ საქმეზე გადადის და საფლავების გახსნის ნებართვას ითხოვს. თუნდაგები, საფლავების ექსჰუმაციის ნებართვა უნდა გამიგეთოს სასწრაფოდ. რა საფლავების? საფლავების კი არა, საფლავების, სადაც ბოროტმოქმედებმა 5 გვამი გადამალეს. თითქოს პირველად მიეცა შანსი რაღაცით თავი გამოიჩინოს თანამშრომლებში და პირად აქტივში გახსნილი საქმე ჩაიწეროს. მიუხედავად იმისა, რომ წენგუაშვილთან ბიძინაც იყო, კაკოს მიერ დასახელებული 5 მიცვალებული გეჯაძის ოფისში მოკლულებთან სწორედ ლექსომ დააკავშირა. 18 დეკემბერიო ბატონო ბიძინა. ხო. ნინო ხორბალაძე, ეკა მუჯირი, სავარაუდოდ თეიმურაზ ბილიხოძეც სწორედ 16 დეკემბერს არიან დაგარგულები. სოფო ხორბალაძის წინაშეც ანგარიშვალდებულად ლექსო გრძნობს თავს, ამიტომ ყველაზე მეტად ის არის მოტივირებული, რაც შეიძლება იჩქაროს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. თუმცა იმპულსურობა აქაც წინ უსწრებს. ლექსოს იმპულსურობაზე უკვე ვისაუბრეთ, როცა პირველ სერიაში პაუკას ქოხში შეუვარდა. სულ სწრაფობას ავლენს აქაც, ჯემალ კაკაურიძესთან ეპიზოდშიც, ტრეზორა სასაყვანად ქათამაძესთან ერთად მარტო წასვლის დროსაც, სოსო ეგაძის ოფისშიც. ბიძინა კი მშვიდად ზის და გაზეთს კითხულობს. მან უკვე იცის, როგორ ხდება გენოს დაყოლიება და რა უნდა გაკეთდეს, რომ საქმეც გაიხსნას და საფლავებიც. მაგრამ საინტერესოა, რომ ბიძინა ჯერ ლექსოს აცდის გენოსთვის საფლავების გახსნის თხოვნას. თითქოს ბიძინასაც უნდა, რომ გენომ ლექსოს დაუჯეროს, მაგრამ თან იცის, რომ გენო ამაზე წამსვლელი არ არის. ამიტომ ცდაბედის მონახევრეაოს პრინციპით ჯერ ლექსო მიუშვა და მხოლოდ ამის მერე ჩაერთო თვითონაც საქმეში. რჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინამ, სანამ აქ მოვიდოდნენ, ლექსოს უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა გენოსთვის პირდაპირ საფლავების გახსნის ნებართვის თხოვნას. ეს აი აქაც ჩანს. გასაგებია ლექსო. გასაგებია. ანუ აი, ხომ გეუბნებოდი, ხომ სცადე რაც გინდოდა და მაინც ხომ მე გამოვდექი მართალიო. შემდეგ ხსნიან საფლავებს და სოფო ხორბალაძის მიმართ ლექსოს მეტი არავინ არ იჩენს ყურადღებას. კაკოს დონარას დაჭერა ადარდებს. ის უნდა დაგეჭირათ, ის 9 მთავრობის ბოზისა. ბიძინა ისეთ დარიგებებს იძლევა, რისი შესრულებაც თავადაც არ შეუძლია. არ უნდა დალიო, კაცო, არა. მოკლულები ამოიცნეს და ნელ-ნელა ქეთის ქმრის მკვლელობის შესახებაც შემოდის ინტრიგა. ერთჯერობით სულ ეს არის. დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზისა და საბოლოო დასკვნისათვის გთხოვთ მიმართოთ სხვა ექსპერტს. აქ არ ვიცი შეცდომაა თუ არა, მაგრამ როგორც ლექსო ამბობს, ზაზა სიხარულიძე 95 წელს მოკლეს. თუ ეს მართალია და ახლა 2003 წლის ბოლო და 2004 წლის დასაწყისია, მაშინ ქეთის შვილი სულ მცირე 8-9 წლის მაინც უნდა იყოს. მე მგონი ირინა ბაღის ასაკისას უფრო ჰგავს ვიდრე მეორე კლასელისას. როცა ფილფანი როგორც კიდევ ერთი გავლენიანი ფიგურა გაგვაცნეს, კიდევ უფრო საინტერესო გახდა მოლოდინი მომდევნო სერიების მიმართ, რადგან ერთ მხარეს ყავს ჯინორია გეჯაძე, მეორე მხარეს ფილფანი, რომელსაც უახლოესი ხალხი ამოუხოცეს. თანაც შემთხვევითი არ მგონია, რომ სწორედ სვანური წარმოშობის ადამიანი შეარჩიეს აქ. თითქოს მიგვანიშნეს, რომ ახლა ფილფანი სისხლის აღების, რაიმე ფორმით შურისძიების სურვილით იქნება სავსე. შენ არ იცნობ ფილფანს. ეგ არ მოისვენებს, სანამ მაგაც სისხლს არ დალევს.
გენოც ამ მოსალოდნელ დაპირისპირებას მოკლედ, მაგრამ მრავლის მთქმელად აღვიწერს. ფილფანის ახლობელზე კაცი რომ ხელის აწევას გაბედავს, ან გიჟია, ან იმხელა კრიშა აქვს რომ ნუ ხო გესმით რა ხალხო. დააკვირდით ქეთის ძალიან მცირე ოდნავ შესამჩნევ თავის ქნევას გენოს სიტყვების მერე. ეს შეიძლება ერთგვარი უსამართლობის და ბედის ირონიის აღმნიშვნელი იყოს. ქეთიმ თავისი საქმიანობის ბოლო წლები იმ აზრს შეალია, რომ ქმრის მკვლელების წინააღმდეგ თავის ანგარიშს გაასწორებდა. ახლა კი სრულიად მოულოდნელად ფილფანი ისევ ამოტივტივდა. გახსნა ძველი იარები და თან ისევ დიდების ზენიტშია. კვლავაც მაღალ თანამდებობაზე ზის. საიმედო ამ საქმეში ნამდვილად არაფერი არ ჩანს. ბოლოს მაინც ის გადაწყვიტეს, რომ აცადონ დამნაშავეებს ერთმანეთის დახოცვა. ჩვენ დავშვიდეთ, დავწყნარდეთ, გავუცადოთ. ისე უკრეთ გადაუჭამეთ ერთმანეთი. მეც ასე მგონია. არ ღირს ამ ეტაპზე პოპულებზე გასვლა. შეიძლება ეს ერთადერთი სწორი სვლა იყოს, მაგრამ ამავე დროს შეგვიძლია პოლიციის უსუსურობასაც გავუსვათ ხაზი. როცა ქვეყანაში კრიმინალური დაჯგუფებები ერთმანეთს არიან გადაკიდებულნი და შენ არაფერი არ შეგიძლია გარდა იმისა, რომ ერთს მეორის მოკლა აცადო, არ არის მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და არც ის არის გასაკვირი, რომ ხალხს ასეთი პოლიციის ნდობა არ ექნება. და მივადექით ბოლო სცენას. ჯინორია მივა დონარასთან, გააღვიძებს და გაზეთს მიუგდებს. მინდოდა წამეკითხა რა წერია ამ გაზეთში, მაგრამ ძალიან ცუდი ხარისხია. რამდენიმე სიტყვას კი ვარჩევ, მაგრამ ცხელი ძალის შესახებ არ არის. ბრიტანეთის კონტრდაზვერვაზე წერია რაღაც. დონარას თითქოს ეჭვი აქვს, რომ გურამი რაღაცას უპირებს. შეიძლება არ ეგონა, რომ პირდაპირ მოკლავდნენ, მაგრამ თვალდახუჭულით სარენდობა ჯინორიას. როგორც მომდევნო სერიიდან ვიგებთ, დონარას მანქანაც აქ არის. იმისთვის, რომ თვითმკვლელობის ვერსია უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო, დონარას მანქანაც აქ მოიყვანეს და კვალის ასაბნევად გამოძიებას აფიქრებინეს, რომ დონარა თვითონ მოვიდა თავისი მანქანით, მერე შენობის მაღალ სართულზე ავიდა და გადმოხტა. მაგრამ არ ვიცით, აი ამ მომენტში დონარას მანქანა უკვე აქ დგას სადმე თუ დონარას გადმოგდების მერე მოიყვანეს. ეს იმიტომ მაინტერესებს, რომ დონარას თავისი მანქანა აქ რომ დაენახა, შეიძლება კიდევ რაღაც ეეჭვა და სულ მცირე ახალი კითხვა მაინც გასჩენოდა. მერე დონარა ადის და გადმოაგდებენ. მაგრამ აი ეს გადმომგდებები ვინ არიან? ერთს ყველა ვიცნობთ, მაგრამ დანარჩენი ორი ვინ არის, კაცმა არ იცის. მესამე სერიის ანალიზით დავასრულეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და როგორც ყოველთვის კომენტარებში შეგიძლიათ დააფიქსიროთ, რას ფიქრობთ ცხელძაღლზე, ფსიქოლოგიურ ანალიზზე, როგორ შემიძლია კიდევ უფრო საინტერესო გავხადო ეს ვიდეოები. მოკლედ ნებისმიერ რამეზე. მე კი გემშვიდობებით მეოთხე სერიის ანალიზამდე.